მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემა, მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ლაშა ჩხარტიშვილი, ლეიბორისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. დიდი მადლობა ბატონო ლაშა თქვენი დროისთვის, ჩართვისთვის. ყოველთვის, როდესაც გწერთ, უარს არასდროს გვეუბნებით და ყოველთვის სოლიდარობას გვიცხადებთ თრიალეთს იმ რთულ დღეებშიც, რაშიც ჩვენ ახლა ვართ მაყურებელმაც კარგად იცის. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის თქვენ. ბატონო ლაშა, ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ თქვენ. ჩვენი წინა ჩართვიდან რამდენიმე თვის წინ გქონდა კიდევ გადაცემაში იღებდით მონაწილეობას, თითქმის პრაქტიკულად არაფერი შეცვლია თრიალეთის ირგვლივ. გულისხმობ, როდესაც დამოუკიდებელი მედია ხელისუფლებისაგან ითხოვს სამართლიანობას, რომ როგორც სხვა მედია ორგანიზაციებს გადაუნაწილა თქვათ დავალიანებები ამგვარი კანონით მოექცეს ჩვენს კომპანიასაც ჩვენ არ ვითხოვთ ამას ხაზგასმით უსვა პრივილეგიას, ჩვენ ვითხოვთ კანონიერებას. რა მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ის არანაირ დათმობებს და უპასუხოდ ტოვებს ჩვენს სამართლიან კანონიერ მოთხოვნებს? თქვენ რას ფიქრობთ, რა მიზანია? ბიდეონიშვილის რეჟიმს მისგან ესეთი რამ გასაკვირიგერა წესია, ის ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი, მათ შორის მედია, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს და არ აკონტროლებს. და არის მისთვის მიუღებელი აქედან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენ მოსაუბრეთ იყო, რომ ამგვარი ცდელობა იქნებოდა და შესაბამისად შერჩევითი სამართალიც არ არის უცხო, საქართველოს ბილადოსკოთ ასეთი წესია, საქართველოს სასამართლოს კანონიერასოს, ასევე ბალტო ბიძინფაშა, ბიძინაიეკოლა, ბიძინარუსი, რომელიც ცდილობს დაახსოვოს ყველაფერი და ერთ-ერთი ერიდება მას პროტესტის შედარებით და როცა არის მასშტაბური ხარდაჭერა საზოგადოებიდან, მოქალაქეებიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება მან პროექტი მაინც დაიშკეს ხოლმე უკაცრავ ის არ რეაგირებს არაფერზე პრაქტიკულად. როდესაც ასეთი მიდგომა რეგიონალური მედიის მიმართ და ჩვენს რეგიონში მედია ორგანიზაციები დაიხურნენ და ის ვინც ფუნქციონირებს დახურვის პირას არის სიცოცხლის უნარიანობას კარგავს თანდათან მედია ორგანიზაციები დამოუკიდებელი თავისუფალი მედია ორგანიზაციები. რას ფიქრობთ, რა საფრთხე ემუქრება ასეთ სპეციფიურ რეგიონში, როგორც შიდა ქართლია თავისუფალ სიტყვას, მოსახლეობის ინფორმირებულობას? აი რა სადამდე მიგვიყვანს ეს ბატონო ლაშა, იმიტომ რეალურად მართლა იმ საფრთხის წინაშე ვართ, რომ დავიხურებით, ხო? ასაგებია, რაც შეეხება მედიის მნიშვნელობას, ეს დარიგით 30 წელზე მეტი გავიდა, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა გავიგოთ და დამოუკიდებელი და ხელისუფლებისგან თავისუფალი ყოველ შემთხვევაში მედიის როლი ეს დარიგით ასახსნელი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ დაწყებული ელემენტარული და წყალი არ მოდის და საზღვარგარეთო სამუშაოების ნაწილობრივ მცირედი ხარდაჭერის გამოყოფილ პულსაც თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები და რეჟიმის წარმომადგენლები ჩამენ ხრავენ და ადამიანებს უპოვენ სახში ვაშლი იქნება თუ ატამი და შემოაქვს უცხოური პროდუქცია და რა ვიცი კლავენ, ცემენ, არბევენ ამ ყველა შემთხვევაში ვის შეიძლება მიმართოს ადამიანებმა ქვეყანაში სადაც არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს კანონი, არ არსებობს პროკურატურა, არ არსებობს პოლიცია, არ არსებობს სამინისტრო, არსებობს ყოველდღიურ ივანიშვილის მოსაყურე პერსონალი ამ ზემოთახსნელი ორგანოების და მათ შორის თავრობის და მისი პრემიერად წოდებული სახით ერთ-ერთი კლავ ადამიანს შეიძლება ყოდეს შანსი, რომ რაღაც საკუთარი ფლები დაიცვას და შედარებით გადარჩენის შანსი ამაღლოს, თუკი მიმართავს ხელისუფლებისგან არაკონტროლირებად მედიას. სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ისინი შენარჩუნდნენ მათ შორის თქვენ. უბრალოდია ეს ეხება არა მარტო რეგიონულ, არამედ ცენტრალურ და დემისფერ სახის მედიას, რომელიც არ არის კონტროლირებადი ხელისუფლების მხრიდან. შესაბამისად, თუკი რაც მედიის საშუალება დაიხურა, მით ნაკლები ადამიანი გადარჩება, პირდაპირ ვთქვათ, გადარჩება შიშის, გადარჩება უსწავლობად, გადარჩება სტიქიისაგან დაღუპვას, გადარჩება უექიმობისგან დაღუპვას და სხვა უბედურებას, რომელიც დაკავშირებულია ერთ-ერთ რამესთან, ეს არის აგვირახსნელი აჩაღობა და ძარცვა და თქმის გაკიდვა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. რაც შეეხება რეგიონზე გამაყოლებს, ყურადღება ასე ვთქვათ, საოკუპაციო ხაზის კონტექსტში სავარაუდოდ თუ გასაგებია, რომ დამატებით სხვა რისკებით შემოდის და ეს არის უკვე ღია რუსული აგრესია, რომლის წინაშე დგას უშუალოდ რეგიონი პირველ რიგში, როგორც გევანდელი დე-ფაქტო სამწუხარო საზღვაო ქცეული ის საოკუპაციო ხაზი, რომელიც თუ გაგაჩნია და ამიტომ დამატებითი ფუნქცია გააჩნია ბუნებრივია მედიას არ უმნიშვნელოვანესი და ძირას აფრის წინაშე. ლაშა, ჩვენ ძირითადი საუბრის თემა მინდა იცოდეს მაყურებელმაც არის, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური კლიმატი, რომელიც არის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო კუთხით. რა ხდება, სად ვართ ახლა ჩვენ? სად ვართ? ჩვენ ვართ დაქანებულ ავტორიტარიზმში და პრაქტიკულად
სრულად ჩამოყალიბებულ დიქტატურაში ბევრი არგუმენტია სრული დიქტატურისაგან და სრული ირანიზაცია რუსეთიზაციაში კორეიზაციისაგან აქეთკენ მივდივართ და ვართ ლამის მისული აქამდე ქვეყანაში სადაც ყველა ფორმით ებრძვიან დამოუკიდებელ განსხვავებულას იქნება ეს Facebook-ში აზრის გამოხატვის გამო ადამიანების დაპატიმრება დაიწყეს და დაჯარიმება და გასწორდა რომ ამ სპეციალური სკრინვასკოლის თუ რაღაცის დიქტატურული სასაცილო ტრაიკომიკური სამსახურის ჩამოყალიბებამდე ბევრი ადამიანი უკვე დავზარალდიდა დაპატიმრებას მოიხადი ამის გამო და აქციებზე ტროტუარზე მობის გამო და ტროტუარზე აქციის ჩატარების გამო გუჩერენ ადამიანებს რაც ახლა ღიმილის გამო უპირებენ დაჭერას და ნახეთ რომ გუშინდელი გავსი ტრაიკომიკური განცხადება როცა კონდას ღიმილის არ იყოს და გვაშადის ღიმილზე დაიწყო საუბარი და ამის გამო თუმე ის სოფლა რაღაცის ორგანიზატორი ნუ შესაბამისად ეს ყველაფერი თანამედროვე პროგრამო აქტიურად და აქტიურად დაისახება საერთაშორისო დასავლური სტუდენტებისა და საქართველოს ლიდერების გამოსვლებში და შესაბამისად უბრალოდ ერთ-ერთი ის არის საკითხი რომ მედია უჩქარდება ეს პროცესი და ივანიშვილის თავისი მარიონეტული რეჟიმის, მათი ხელმძღვანელობის, მათი ჯიშჯილაგის, მათი ოჯახების, მათი მსახურების, პოლიციის 20-მეთაურით ჩათვლით და დაწყებული 20-მეთაურიდან დასრულებული პირველი პირებით ყველა უნდა დასახციდეს მასობრივად ინდივიდუალურად ყველა ვინც ემსახურება საკუთარი სამშობლოს გამყიდველებს, რომლებიც ხიდიან ამ სამშობლოს რუსებზე, ხიდიან თურქებზე, ხიდიან არაბებზე, ხიდიან ყველაზე მისკუსის და ამ დროს ჩვენ გვასახლებენ იძულების წესით ან საიქიოში და ამ უცხოეთში და ამას ქვია მოსახლეობის ჩანაცვლება, ამას ქვია სამშობლოს გაყიდვა, თუ არა შახაბასი და რაუს პასკევიჩ ხარისული რუსეთის მიერ თონგა ჩამოსახლება მასობრივი და ქართველთათვის გაუზრდის პირობების შექმნა ან გადასახლება სხვა რაუს გავსი მოქმედებები ზოგადად შეიძლება სტალინის გავუსაოთ ამ კონტექსტში გარკვეულწილად ის მოსწონს თუ არა საფუძვლად ის საქართველოს ვიცების სიდად გაჩუქებს და გაგიდით და გაგიდით გაჩუქებს ხელშეკრულებაში და დაკავებული და ემსახურებოდა პირველს ესეც გამოგვიყვება საკუთარი იმპერია და რუსეთი და არა საქართველო ხო? ამდაგვარი საქართველოს დაუდგებელი მტრები და ამაუხრებელების რიგში ჩადგა ივანიშვილი და შესაბამისად ამ რეალობაში ვთქვით ჩვენ როცა სამშობლოს ვკლავენ თანამებრძოლებს, ვკლავენ თანამოქალაქეებს ყველანაირი მეთოდით და ჩვენი ადგილი უნდა დააკავებინოს და უნდა დაასრულოს ყველა დამყობელი საოცნება საქართველოს კავშირის გარშე. აი ამ შემთხვევაში მოქალაქეების პასუხისმგებლობა რა არის? ყველაფერი ეს პასუხისმგებლობაა ჩვენ თითოეული მოქალაქის რომ რაზეც სკოლაში ვსწავლობ, რაზეც ჭიათ საფრთხეებში ახსენება ხოლმე, რა ვიცი ხა იმეთო ახსენებს თუნდაც კონებული ერეკლეს იქნება, აღვაშენებას იქნება, ავტოგოლგასაც იქნება თუ რა ვიცი გიორგი სააკაძეს იქნება, ის გამოახსენებს, ხო იმის გამო რომ სამშობლოში იბრძოლა. შესაბამისად ყველა მეთოდი ბრძოლა ივანიშვილის დაამტალი მოღალატეობრივი სამშობლოს გამყიდველი ადამიანები და ცხოველთა მჟლეტი აი ცოტა საფარდაღაცად დასუპლო დაანგრევენ და არ შევიძლია თქვენ თავსაფარზე არ გამოეყო რეგენცოდებული და ყველა მომწვევ თავსაფარი სასაკალავო და გორის ორმაგად ასკიმ და აკეთებული უნდა ისოოს სიცხეზე როგორც ადამიანების ასევე ცხოველების დიახ ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ რა შეიძლება ვაკეთოთ ჩვენ ეს არის დოლა რეჟიმის წინააღმდეგ ყოველგვარი გაუმორჩილობა ყოველგვარი შეუგებლობა არ დადამშრალობა მის წინააღმდეგ იმიტომ რომ საქართველოს მართავს რუსის კლემტერთა რეჟიმი და საქართველოს გაფიდოთ ყაჩაღთა რეჟიმი რომელიც ადაგუებს ადამიანებს აანგრევს ყოველებს აანგრევს ქვეყანას აანგრევს ხადრებს ადაგუებს რომელიც დაუსაუბრებს ძეგლებს უნდებას ყველაფერს ისგან შედგება სამშობლო დიახ ლაჩა ოპოზიციური პარტიების როლი ამ შემთხვევაში გასაგებია საზოგადოებამ რა პოზიციაც უნდა ეჭიროს ასე ვთქვათ საზოგადოების როლი ხომ თითოეული ადამიანი აშენებს ქვეყანას აი რა შეეხება დიახ რა შეეხება ოპოზიციური პარტიებს მათი როლი და პასუხისმგებლობა შედარებით მეტია მაგრამ მინდა გითხრათ რომ საქართველოში ძლიერი ოპოზიცია ბოლოსკების განმავლობაში ისეაც არ ყოფილა და კიდევ უფრო დასუსტებულია რაც ობიექტური მიზეზებითაც არის გაფრთხილებული და სუბიექტურითაც. სუბიექტური არის რომ ბევრი სკოლის ასე ვთქვათ როგორ დავარქვათ ამას რომ ნებაკვი დევისყოფა არ იყო და სატყუარებს აყვა და ზოგი პარლამენტში შეყვა ივანიშვილს და ზოგი როგორც 20-ში ეხლა ისევე ეხლა ერთი პარტია და ზოგი კიდევ საკრებულოს საბჭოურ არჩევნებში მაგრამ ამის გარეშეც დიქტატურაში ოპოზიციის დასუსტება და დომინალურ როლში გადაყვანა პრაქტიკულად არ არის გასაკვირი. ამიტომ
ჩვენ ვინმეს კი არ უნდა ველოდოთ და ერთმანეთს კი არ უნდა დაუპირისპიროთ საზოგადოება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო ორგანიზაციები, პარტიები, მოქალაქეები, არა ყველა უნდა ეცადოთ ერთობლივი ძალებით და მეტი კოორდინაციით გავაძლიეროთ რუსთაველის პროტესტის და ის გავითაოთ მართლა რეალურად საქართველოს მასშტაბით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხსენია ჩვენ იმაზე რომ საჭიროა თუნდაც რეგიონებში აქციები და ვისაც ამის რესურსი გააჩნია, ვისაც თავშესაფრებული არ მინახავს, რომ ამიტომ მინიმუმი რაც შეგვიძლია ჩვენ ეს არის ერთი რომ აღშემა უნდა არ შეიძლება საკუთარი საშუალო სტრები აქოს და დაიცვას, რაც ამ ინტერესი გააჩნდეს პირადი და შიში კონდეს და არც მდგომარეობა გამოსავალი, იმიტომ რომ მდგომარეობა არის თანამონაწილეობის თვალსაზრისით, ხო? შესაბამისად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დათქვამი ყოველი სიტყვა თუნდაც დაწერილი Facebook-ში, შესაბამის ფორმით მაინდამაინც არა აუცილებელი ჩემსამეთ შეშიათ რაც გამონათქვამების თუ არარსებული გამონათქვამების პატრიოტიაში კონკრეტ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას მაქსიმალურად ბევრგან და აქციები არის ერთ-ერთი გამოსავალი სანქციებთან ერთად. რაც შეეხება პარტიების პასუხისმგებლობას, ალბათ ყველაზე მეტი პარტიებს შეუძლიათ ერთი, ვისაც ფინანსური რესურსი გააჩნია რეგიონებში საორგანიზაციო ხარჯებზე ლაბორატორია აქციების ორგანიზება, ხოლო ვისაც ეს არ გააჩნია, იმის რესურსი ყოველს გააჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სპონსორებს ესაუბროს ერთ-ერთ საკითხზე. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის პირველი პირების, პროპაგანდისტების, მთავრობის ეგრეთწოდებული წევრების, ეგრეთწოდებული პრემიერების, მათი მხარდამჭერი ბიზნესმენების, რეკლამის მიმტანების და ყოველთვის დასწავლას დასაქცირება. ეს მაშინ როცა მაგალითად ვახშობ სამართლებო შემთხვევები, როცა ვიღაცები რაღაც ამის საწინააღმდეგოდაც კი იქცეოდნენ ოპოზიციიდან. დიახ. ლაშა აუცილებლად აქციები და სანქციები არის ერთ-ერთი რითაც შეგვიძლია ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. სხვა ამ ეტაპზე და ამ ფორმის ავტორიტარ დიქტატურაში გამოსავალი არ არსებობს. დიახ. ლაშა აუცილებლად მინდა კითხო ცხოველებთან დაკავშირებით აქტიურად ხარ ჩართული ამ პროცესებში, ეს პრობლემა დგას შიდა ქართლშიც, მიუსაფარ ცხოველებს ვგულისხმობ. რა ხდება დედაქალაქში? ყველა ხდება დაახლოებით ერთა იგივე, მე ვარ წინააღმდეგი რომ ზოგიერთები არ ვიცი, როგორც პირადი მოტივების გამო ძირითადად ხან მხოლოდ რუსეთის სააგენტოს და რეგიონების სასაკლაოებზე საუბრობენ, ისეთ როგორც გოლშია, ვახშობ ტრაგიკული ამბავი, როცა მასობრივად დაწეს ძაღლების სავარაუდოდ ცოცხალი, მაგრამ პარიცოდ დაიცვალა მათი დახოცილი იყო და რაოდენობა ძალიან დიდი იყო, იმიტომ რომ საათობით მუშაობდა ეს კრემატორიუმი და მართლა ფაშისტური გერმანიის დროში დაგვაბუდეს და ბოლშევიკური რუსეთის. შესაბამისად, მსგავსი ვითარებაა ყველგან. უბრალოდ არის გარკვეული წინსვლა, მაგრამ ეს წინსვლა არის მცირედი, იმიტომ რომ ჩვენ შევაცვლევინეთ მაგალითად ივანიშვილის რეჟიმს ყობახიძის ავტორობით და ხელმოწერით არსებული განკარგულება, რომლის თანახმადაც აქციების შედეგად რა თქმა უნდა შევაცვლევინეთ, რომლის თანახმადაც იგზალებოდა გადაყვანილი ძაღლების დაბრუნება პრაქტიკულად დასახლებულ პუნქტებზე და ავტობანის გასვლა. იქ იყო ჩაბარებული უსასრულო, არის რესტორანი, მაღაზია, სამშობლოური სკოლა, საავტობო ბაზარი ყველა აღგზავნილი იყო ეს ავადმყოფური და ერთის რო იდიოტური ხოლმე მეორეს რო დანაშაულებრივი გენერატორი რა ვიცი რა ვარ ამას განსაკუთრება და დანაშაულებრივი ასტავარია იქ და შეცვლილი ქაღალდზე ასწორდა, მაგრამ რეალობაში არ სრულდება შედარებით ფარულად ახორციელებენ ამ ოპერაციებს, ღამღამობით გადაყავთ, იტაცებენ, კლავენ ასობით და ათასობით ძაღლს, ბოლო ესეთი მასშტაბური ერთობლივად მუტაცების ოპერაცია გვახსოვს ჩვენ უღელტეხილის ძაღლების ჭერათხევის ტერიტორიაზე, სადაც ადამიანი მარტო საკუთარი ბოლო კაპიკებით უვიდა 30-მდე ძაღლს და ასაც მოტაცებულები იყვნენ და ამას აკეთებს ყოველდღიურად ხელისუფლება. და ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა და ყოველ კვირას მათ შორის ის თბილისში იქნება ან შეიძლება გორიდან ჩამოსვლას მოუწოდეთ რომ ამ კვირასაც 7-ის დახევარზე ეგრეთ წოდებული მთავრობის კანცელარიასთან მოვიდეს და ერთად უნდა ვაიძულოთ რომ ბოლომდე დათმონ ეს აბადმყოფური დანაშაულებრივი სურვილი რაც შეიძლება მეტი ძაღლის დახოცვის, იმიტომ რომ სხვა ამოცანა მათ არ გააჩნიათ. არ ვიცი მართლა ჯერათ თუ არა რომ ამითი ან რუსაფარი ცხოველების რაოდენობის პრობლემას მოაგვარებენ, ან სოფის ეს არის არარეალისტური და მგონია რომ არ ჯერათ უბრალოდ მოკლე ვადიანი ეფექტისთვის რომ რაღაცა ერთი წელი შევცინდეს ცხოველების რაოდენობა, ზად არიან ათასობით ძაღლის დახოცვა და ამ ოპერაციის განხორციელებას ცდილობენ ეხლა შედარებით შეშინებული პოზიციიდან ფარულად და გამგამობით როგორც ხაჭაღებს ახასიათებენ. რაც შეეხება საბოლოო მიღწევას შეიძლება ჩაითვალოს ამ რეჟიმის პირობებში ის რომ შეწყდეს ეს ყველაფერი, ხოლო გასტერილიზაცია ვაქცინაცია დაიწყოს ცხოველების და არა მათი ხოცვა-ძლება, იმიტომ რომ ამას მხოლოდ სტერილიზაციას ეკრება მასობრივი ეფექტი და ასევე შეითვალოს სათანადო საკანონმდებლო სხვა აქტებიც, იმიტომ რომ კანონი არის ორგანზოვანი, რომელიც არის მიღებული 2 წლის წინ და მისი ჩანაფიქრი როჩას თავიდანვე ასეთი იყო და სპეციალურად დატოვა იქ ივანიშვილის
და კობახიძის და წალაძეს სრულების შემსრულებელმა მაია ბითაძემ მრავალი ხვრელი რომ ამ ხვრელების გამოყენებით ეშოვათ დიდი ფული კვლავ ცხოველების ყოფნის ხარჯზე რაც ავტობუსის განმავლობაში ამ ტელევიზიაში ვარ ბოდიში მოვადიეთ ბოდიში დაიხარეთ მადლობა ბოდიში მადლობა დიდი ხოდა აქეთ გამომდარე როგორც გამომდელობა და გასწორდეს და სულად იყოს ორიენტირებული ცხოველთა დაცვაზე და ადამიანების დაცვაზეც, იმიტომ რომ ცხოველების რაოდენობა მართლშემცველია, მაგრამ ადეკვატურად, სრულფასოვან ძელვადიანად სტერილიზაცია ვაქცინაციის და მათ შორის პატრონიანი ცხოველების ვაქცინაციის დაფინანსების გზით, რადგან ახლა დაიწყეს საუბარი ამ აქციების შედეგად, ასევე მნიშვნელოვანია რომ ცხოველების მიმართაც იყოს ადეკვატური და ევროპული და თანამედროვე ჰუმანური პოლიტიკა. დიდი მადლობა ბატონო ლაშა, საინტერესო. დიდი მადლობა, ბოლოს კიდევ ერთხელ დავამატე. დიახ, მიყვართ საკუთარი თავი, მიყვართ ადამიანები, მიყვართ ცხოველები, მიყვართ ქვეყანა. სხვა გამოსავალი ჩვენ გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ, ეს შეიძლება იყოს ყოველდღიურ აქციებზე, სიმართლის მითა და პარტიების ორგანიზაციის შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართვის გზით, უნდა იაქტიუროთ ყველამ, იმიტომ რომ ქვეყანას ხელიდან გვაცლიან, რაც ეხლა აი არაბების ქალაქის საბოლოო დაკავება დაიწყეს, ყიდიან ყველაფერს, ანგრევენ აი გუბერნის ეკლესიიდან დაწყებული ახლა ვიზგულში ლამარიას ტაძართან კიდევ რაღაცა უკანონო ნაგებობის აგება დაუწყიათ, გაგრძელებული ციხეები, ბუნებით ყველაფერს გვინადირებენ, ბიტკოინების გამო ხესებით უნდა ქვეყნის დაპყრობა 400-მდე ხესით. აქედან გამომდინარე ტოტალური განადგურება მოდის საქართველოს და ქართველების და ამიტომ გარჩევების და დაძინების და შეშინების თუ არა, ყველამ უნდა იგრძნოთ, ვინდა რომ ჩვენ ვიყოთ ქართველები და საქართველოს არსებობა. დიდი მადლობა ბატონო ლაშა. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და გემშვიდობებით. მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე დავემშვიდობები, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ლაშა ჩხარტიშვილი, ლეიბურისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.